ქართული ფასეულობა არის ერთგულება და ამ ერთგულებაზე დაფუძნებული თავდადება, რაც სხვათა შორის არ არის ადვილი. კაცი შეიძლება შენი ერთგული იყოს, მაგრამ რაღაც ვითარებაში თავდადება არ იყოს. ქართული ფასეულობა არის თავდადების საფუძველზე ვაჟკაცობა. ვაჟკაცობა ეს არის სიკეთით აღსვილი სიმამაცე. სიმამაცე თავისთავად არის უნარი ზძლიო საკუთარ შიშს. მაგრამ სიმამაცე შეიძლება იყოს ბოროტიც. თემურლენგი, იგივე კოჭრი თემური, ძალიან მამაცი კაცი იყო, მაგრამ ძალიან ბოროტი. თუ კაცს შეუძლია ერთგულება, თავდადება და ვაჟკაცობა, აი ეს სამი ჯამში, ეს არის სიყვარული. ქართული ფასეულობა არის სიყვარული. ყველაფერი ეს სიკეთეს ეფუძნება. ქართული ფასეულობა არ არის შური, არ არის შუღლი და არ არის სიძულვილი. ქართული ფასეულობა გამორიცხავს ქსენოფობიას. ამიტომაც არ გძულდა არასოდეს ჩვენ ირგვლივ ცხოვრები ერები და ამის გამო ჩვენ ვიყავით კავკასიის ცენტრი. ამიტომაც არის რომ აქ თავს სომეხიც აფარებდა, აზერბაიჯანელიც, ებრაელიც და ოსიც და ჩეჩენიც. ჩვენ ყოველთვის შორს ვიყავით როგორც ეროვნული, ასევე რელიგიური შუღლისგან. სწორედ იმიტომ ვიყავით შორს, რომ სიყვარული ჩვენთან ერთგულებას, თავდადებას და ვაჟკაცობას, ანუ სიკეთით აღსილ სიმამაცეს ეფუძნებოდა. ეს არის ჩვენი ფასეულობა და ეს არის ჩვენი აზროვნება და ამიტომ უნდა ვიამაყოთ, რომ ქართველები